დილით გამთენიისას, როცა კვამლისფერი ნისლი ლეჩხუმის მინდვრებიდან მთის ფერდობზე აიწევა, სოფელი ტვიშის ყველაზე ახალგაზრდა და ერთადერთი მეღვინე ქალი ვენახში მიდის. მშობლიურ მიწაზე გაშენებული ენდემური ჯიშის ცოლიკოური სწორედ ახლა, ადრე გაზაფხულზე უნდა გაისხლას. არის ზუსტად ის პერიოდი. თან ეხა ჩვენში და რავი მეღვინეები ძირითადად მთვარესაც აქცევენ ყურადღებას. ეხლა არის ძველი მთვარე და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა ვიწყებთ ამ სამუშაოებს. დაცვის მიზნით კირს არ ეკარება არაფერი. უკვე ბევრისთვის ცნობილი მირანდას ღვინის ისტორია ასე დაიწყო. საგვარეულო კარმიდამო, სადაც გაიზარდა და ბავშვობის წლები გაატარა, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად არ დატოვა. ქუთაისში ცხოვრებას ტვიში და 100 წელზე მიღწეული ბებიის მოვლა ამჯობინა. იპოვა საქმე და ამ საქმეში საკუთარი თავიც. 500 ძირი ვაზი დაუდგეს უპირველად. მერე უკვე ისეთი ახალი დარგული ვაზი, რომ ყოველდღე მოვლა პატრონობა საჭიროებს. გადიხარ. და რავი, ყოველ დღე რო უვლიდი, გავდიოდი და ყველა დღე იზრდებოდა ნელ-ნელა რაღაცნაირად თავისთავად შემიყვარდა. აქედან გამომდინარე, 3 წლის წინ უკვე ბებია ჩემიც გარდაიცვალა და წარმოიშვა კიდე იმის აუცილებლობა და რავი, ოჯახიდან რომ ეხლა მაინც წამოდი ქალაქში. და რავი, იქეთაც ვიყოთ, აქეთაც ვიყოთ, მაგრამ უკვე იმ დონეზე მიყვარდა აქაურობაც, ჩემი ვაზიც. გადავწყვიტე რომ აღარ წავსულიყავი და დავრჩი მარტო აქ. მარტოობა არ აწუხებს. სოფელში ბევრი სამუშაოა. მუშაობით მიღებული კმაყოფილების შეგრძნება კიდევ უფრო დიდი. შარშანდელი ცოლიკოური უკვე რეალიზებული აქვს. ახლა 1000 ძირი ვაზისგან ოქტომბრის თვეში დაწურული ღვინის დადგომას ელოდება. ჩვენ ეხა კლასიკური სტილით ვაყენებთ ჭაჭის გარეშე, აი რომ გამოვწვერავთ სუფთაწვენია შუმს, რასაც ეტყვიან, ისენია ჩასხმული. და ეხა ცოტა ისეთი პერიოდია, რომ ადრეა ქვევრების გახსნისთვის. ჩვენთვის ეხა ლეჩხუმში იტყვიან, რომ აი ატმის ყვავილობაზე უნდა გაიხსნასო ქვევრებიო და არა ერთი სული მაქვს რომდის გავხსნით და ვნახავ რა არის შიგნით. მირანდამ ღვინის დაყენება დიდი ბაბუისგან ისწავლა. თუმცა ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად ტრენინგებს მუდმივად ესწრება. სჯერა რომ ტვიშის ცოლიკოურის პოპულარობა ლეჩხუმში ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის. ტურისტი არის, აი ბევრიო ვერ იტყვი, მაგრამ რაღაც რაოდენობით აი თანდათან მატულობს კიდეც ტურისტის რაოდენობა და მინდა რომ აი საოჯახო სასტუმრო სტილში გავაკეთო სახლი. აი ტურისტი რომელიც ჩემი ღვინით იქნება დაინტერესებული და მოვა ჩემი ღვინის და მარნის გასაცნობად, მქონდეს ის სიტუაციაც, რომ აი მივიღო და ოჯახში მოვასვენო და საოჯახო სასტუმრო სტილში გეგმო გავაკეთო. ლეჩხუმის ბუნება, მაღალმთიანი ჰავა, კუთხის ტრადიცია, ღვინო და პური. თითქმის ყველაფერია იმისთვის, რომ 33 წლის მირანდამ ტურისტები მიიზიდოს და საკუთარი საქმე ისევ საკუთარ მიწა-წყალზე განავითაროს. გეგმებზე არა მხოლოდ ფიქრობს, არამედ ყოველდღიურად მუშაობს. ქალისთვის მძიმე შრომაში გატარებულ დღეს უცხო ენის სწავლით ასრულებს. იმედი აქვს, რომ მისი შვილივით ნაზარდი ცოლიკოური საქართველოს საზღვრებს აუცილებლად გასცდება.